შვილი სულ რო გამოკერებული ყავდეს ფეხთან, მაინც რაღაცას აკლებ. მე ესე მგონია, მაინც სულ რაღაცა მაინც უაკლებ რაღაცას, არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ მთლიანად გინდა რომ მთელი შენი ცხოვრება მიცე და ერთ დღეს მოგზაურობიდან ჩამოდიხარ და ტირის ბავშვი და გინდა რომ აი ყველაფერი მისცე იმის კომპენსაციით და ბავშვი გეუბნება შენ არა მამა. და იმდენი ხანი არ უნახე ხარო და შენ ალა მამა რომ მითხრა და აი მოუყდი იქ გავფუჭდი უბრალოდ გავსკდი ტირილით, მაგრამ მე ნუ რას ისა. მირიანი კიდე 6 თვის დავტოვე და ჩამოვედი უკვე 6 თვის მერე მოგზაურობის მერე და დედა წამოდედა გაჩვენო და ჩემს საკუთარ ფოტოსთან მიმიყვანა. როგორი გადასატანია. აი ხო. დედა, აი დედა მეუბნება. ძალიან რთულია, ძალიან ბევრი სტრესია. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, როცა გინდა კარგი დედაც იყო, კარგი პროფესიონალიც იყო, იმასაც, ამასაც ყველაფერს ერთად ახერხებდე ეს მე შენზე გადმოდის ეს მძიმე ჯვარი. ანუ შენს პროფესიულ წარმატებას მძიმე ემოციური ფონი რა თქმა უნდა, შენს ხო იცი ყველაფერი. კი, შეგიძლია ამის. ჩემი შვილი თეატრს ვერ იტანს დღემდე, იმიტომ რომ სულ რეპეტიციებს. ჩემ გოგოებსაც ჰქონდათ პროტესტი ცეკვის მიმართ, მაგრამ მე მიხვდნენ ყველაფერს. პროფესიაზე ეჭვიანობს ალბათ. ხო. იმ დროზე, რასაც შენ მასაკლებ და პროფესიასაც. ის უფრო გიყვარს ვიდრე. ხო, ეხლა დღემდე მეუბნებიან ჩემი შვილებს, შენი საქმე უფრო გიყვარს ვიდრე ჩვენო.